ახალი პატიმრები დაემატათ კი და ვინ არის? ანა სანდერი 7 წელი, აბუ ნავერიანი 5 წელი, ანტონ უპერი 5 წელი, მარია მეყაძიშვილი 5000 ლარი. ეს ის გამახსენდა რა, ხო იცი? წინა დღეს რო გავუშვით რა. მესი 3 გოლი. ისა ჰალანდი 2 გოლი, ის ეგაცა რამდენი 2 გოლი და რონალდო 41 წლის. ეგოზერია. მეყაძიშვილი 5000 ლარი. არ გეჭვა? ცოტა დამაეჭვებელი იყო. რა სიხარული ჰქონდათ გუში მეყაძიშვილს. ოღონდ რო გეკითხა რომ მესაც არ ვესწრებით დარბაზშიო. არ ვესწრებია და თან ახლა დიქტატურაა. საშინელი დიქტატურა არისო. ტირანიას ვებრძვითო. და იქ იყო და 5000 ლარიანი გამოუწევს და კიდევ მოკდა სიხარულისგან. აქ გვაქვს გამოხმაურება გია ამათი დოროთესი. ანუ დიდება ღმერთს რომ ასეთი დიდებული მოვლენა მოგვივლინა ქართულ ერს პატიმრები. უინე. ეს და გვარებია მე მგონი ცოტა მერანია და მართლა გეუბნები. დიდება ღმერთს რომ პატიმრები მოგვივლინა. ესეთი დიდებული რამ პატიმრები ოღონდ ისი კითიძახის თქვენ სიდრის მარშე გაწუხოთო ლიდერებს ეუბნება ციხეშევიც არიან. ეს იძახის დიდებული საშრული ჩაგიღება აქვს ოღონდ მართლა დოროყინა მაგარი კაცია რა გიდა. რანაირი კაცია. ისეთია რა, დოროყინაა რა. შლაჩი კაცია. უხარია პატიმრები, ხო ხედავ? რომ მუხტი არ ჩაცხრეს, მუხტი რო არ ჩაცხრეს, მაგიტო უხარია თავის ჭკუაში. პატიმრებიც რო გამოვიდნენ, ამათ რა უნდა აკეთონ? აი მითხარი. აი პატიმრები დაპატიმრებინონ თავი. აი დავუშვე პატიმრებმა დაწერეს ისინი, დაწერეს კი არა, ნუ ისე რომ არასწორები ვიყავით და დაწერეს დავუშვე. აი დოროთემ რა უნდა აკეთოს? დოროთემ უნდა იაროს აქციებზე. მაქსიმალურად ეცადეს რომ თვითონ დააჭერინოს თავი გია. რა უნდა მოითხოვოს აქციებზე რომ დადის? რა უნდა მოითხოვოს? ხელახალი არჩევნები. ხელახალი არ ითხოვდეთ, ეხა უნდა მოითხოვოს. საკუთარ პატიმრებს ითხოვდეთ. არა, ახლა როგორ ითხოვთ? თავიდან ითხოვდნენ არჩევნებს, მე პატიმრები შეემატათ და ითხოვდნენ პატიმრებს და მე არჩევნებს. ანუ უპირობოდო, ჯერო უნდა გათავისუფლდნენო პატიმრებიო და მე უკვე უნდა ჩაინიშნოს არჩევნებიო ოღონდ. თავარი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ბიზნეს გარშე. მაგარია, ეგ მაგარია. ენაირად რა. მოკლედ მოიწეს ცხოვრება, ხო? როგორც უნდა ისე კარგია, კარგი. დოროყინე ოქროა რა. ერთი პატარა ვიდეო ჩავსი. მანდ მეყანწიშვილის ესეთი გულადი ის არის რა. ყანწი? ხო, რეპლიკა სასწაული. შენ ვარ გაისროკა მაგამდელია თუ მაგის მდე, აი ერთი 20 წუთის ამბავია, მაგრამ მე გეუბნები, აი პირდაპირ ვიძახი ამას, შენ არ ამყევი ამაში, მე ამას პირდაპირ ვიძახი. მე ძალიან მეეჭვება ზედა ჩამონათვალი 7 და 5 წელი და ქვემოთ ერთი სახელი და გვარის გასწვრივ 5000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო მაგ პერიოდში და უამრავი ვიდეო იძებნება მაგისი მოწოდებების. ხო. შესაბამისად, მე მგონია რომ მან ძალიან კარგად იცოდა რომ იმას არაფერი რაღაცაშია. მაგას ვიძახი მე ხა. ყანწი შეგრულია. ხო, ითამაშა. რაღაცაშია. ითამაშა, მაგარი სპექტაკლი და მაგრა გაუხარ. მოუკვდები და გააფერხო. ხო, და მე ვიცი მოულოდნელი სკივილები და სიხარულები და ნუ რაღაცა ძალიან ესეთი სიმღერა რო ვაყეროთ არ შეიძლება. მოუკვდები და ფერფ. აბა გაუშ რეჟიმმა რაც არ უნდა გააკეთოს, რა ვიცი, სულ რომ სიკვდილი დაშა შემოიღოს და მაგბრალის აღიარება მომთხოვოს ორი სიკვდილი დამშიან, მე ავირჩევ სიკვდილს. და ეს ირჩევს სიკვდილს. ეს შეფასებები მაგრამ შეფასებები ირჩევს სიკვდილს. ოღონდ სიკვდილს იძახის. აუ, ყანწის სიკვდილი ძალიან როგორ ირჩევს არა სიკვდილს პირდაპირ ეთერში. აი, როგორი დადგმულია იცი. 5000 ლარიან ჯარიმაზე ლამის იყო, არ ვიცი. სიგიჟე მოხდა. სიგიჟე მოხდა და ეს სიკვდილს ირჩევს. ეგრე ნაკრების გასვლა ევროპაზე არ გახარებია. ესე გავხარდათ მეყანწიშვილის ჯარი.